ძვირფასო მეგობრებო, ხოთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი. ესე იგი ირაკლი ბენდი გამოვიყვანე каранტინიდან და შენ გამოგიყვანე ციხიდან. მეტი რა გავაკეთო, მითხარი, გამაგებინე, უბრალოდ გამაგებინე, მეტი რით იქცე პატივი. აღიარე, პაწლიანის როკიდან 10 თვეში გამომიყვანე. აბა, როგინე მეტი 10 თვე აღარ. მაგარი არა, აღიარე, შენც რო მაგარი ცუდად დავცადე შენთან მოსვლა. შენგან წავედი თუ არა, ბოლო ჩაწერის მერე ეგრევე დამიჭირეს. ხო, ძვირფასო ტელემაყურებლო, მინდა გითხრათ, რომ და შენ გადაცემა დაგიხო. ჯერ კიდევ რუსთავიორში ასე რომ დღეს ხუმრობას აღარ ვაპირებ. ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი როგორც გავიდა ჩვენი გადაცემიდან, ეგრევე დაიჭირეს, ანუ ეს ამბავი მოუყვეთ რა, როგორ იყო, ანუ გადაცემიდან ხო დავამთავრე, დაგემშვიდობე და მე წახვედი. და მე შენი მეგობარი მირეკავდა რომ ანუ დაიჭირე. ის ქაღალდები რა უყავი ხელი რომ მოწერინე. ის ქაღალდები ხელი რომ მოგაწერინე და რუსთავიორი გადმოინფორმე, მე სახში მიდევს და ის როდის სად როდის გამომადგება კაცმა არის ის ირაკლი ეგ ამბავი რა. ხო და ეგ მაინტერესებდა ეგ დეტალი, იმიტომ რომ ციხეში ჯერ ვეღარ შეგეკითხებოდი და მაინტერესებდა. რო გავედი SMS-ი მომივიდა რა, ბავშვებს მანქანა ჭირდებოდათ, ჩემი და თოლსაც მეწერა ეგრევე რომ წაიყვანე მეთქი ბავშვები მე ჩემთავს მიხედავ გავაგნებ მეთქი აქედან და სხვა ჩაუჯექი მანქანაში და მთელი ეს მეშვიდე რომელიც ატარებს ხოლმე რა დასაჭერ ობიექტს აყოლია ჩემ მანქანას და მე წავედი სხვა მანქანით რა და რაღაც 1 საათს მერე მიხვდნენ მეგონი რომ სხვა მანქანაში ვიჯექი და დამეწიენ მე. დაგეწიეთ დიღომში და იქ დაგიჭირეს ხო ანუ და ხო ძალიან საინტერესო იმიტომ თან როგორ იყო ისი წინა დღეს ჩავწერეთ ეს გადაცემა და მეორე დღეს შენ უკვე დაჭერილი იყავი რომ შენ ეთერში იჯექი ჩემთან გადაცემაში ფაქტიურად რაღაცა ჯადოსნური ნომერი ქონდა მოფიქრებული. მოდი იცი რა მაინტერესებს. ну პირველ რიგში რასაც შევამჩნიე მაგრა გაქვს დაკლებული. ხო? რამდენი კილო გაქვს დაკლებული? თავიდან 20 დავიკელი დაახლოებით. მოვინდომე 20 კილო? კი, მოვინდომე, მაგრამ ეხლა რომ გამოვედი ჩემთავს რომ შევხედე მე თუნდაც იმაში სარკეში აშკარად მივხვდი რომ ზედმეტი მომევიდა, მაგრამ ციხის ლარნახევრიან სარკეში ავჩანდი ესე, თორე იქვე მოვიმატებდი რომ წოდო. მაგრამ კურიოზი რა იყო იცი რომ? ანუ არ ჭამდი საჭმელს ეს პროტესტის. ეხლა იქ ეჩვევი რა ამ რეჟიმს რომ ერთი პატარა რაციონებია, მეორე თვითონაც შეიძლება განწყობაზე არ იყო და დღეში ერთხელ ყვება საკმარისი იყოს და მოვინდომე და თავიდან ცოტა ისე მიყურებდნენ რა რომ რამე პროტესტის ნიშნად უარობ რაღაც საკვების მიღებასო და გავეხუმრე რომ მეთქი სანამ კარმუშკა არ გაიღება ეს ხო კარმუშკა ხო იცი ციხეში პატარა იმას კარებს რო პატარა ის არის ფორტოჭკასავით ხო და მათ ბიზნესი არ შემოყოფს თავის თავს და არ შემომთავაზებს საკმაოდ იმათ თავაზიანად საჭმელი აიღე მანამდე აღარ შევჭამე მეთქი რა გავეხუმრე რა მეორე დღეს ფსიქიატრი მომიყვანეს არა მე ოთხარი არა ვარ გიში რა გიდა დამანებეთ თავი კარგიო ფსიქიატრი არა მაგრამ ფსიქოლოგს მაინც დაელაპარაკეო და კარგი ბატონო მოგიყვანეს ფსიქოლოგი არა მე უკვე მეთონე რომ მივხვდი რომ ზედმეტი მომევიდა ხო და ჩავთვალე რომ ცოტა მოვიმატებ მეთქი რა უკვე აზრი აღარ ქონდა იმიტომ რომ არ გამომევიდა და რატო იცი რატო ნუ დამცინეს საერთოდ ფილმში რო არა დალი დოჩის პედალიო რა ეგრე მომწეს 20B26 კამერა იყო ჩემი 26B კამერა იყო 26B იყო ჩემი და უგულავასი იყო B16 და ხო კორიდორული სისტემაა და ჯერ უგულავასთანო ჩამოატანო საჭმელი რომ მოდის და მე ჩემთან ხო ჩემთან უკვე აღარაფერი აღარ მოდიოდა ყველაფერს ისჭამდა ისე რომ ახეძეც ხო ეთყობა რა რომ გამოხედით ის შეგავხდარიყა ის ცოტა მომატებულია ეთყობოდა რომ შენი საჭმელიც იმას მიქონდა ისე რომ ეგ დღეში აღმოჩნდი რა და თვითონ აი ზოგადად პატიმრებმა იცით ერთმანეთი სად რომელ კამერებში ხართ აი საიდან იცოდი ხო უგულავო რომელ კამერებში ეხა ციხე რა არის თუ იმენ აყოფია ყველა მიც რომ ინსტინქტებს გივითარებს რა თუ რამე გაინტერესებს გინდა ან ისა შენ თვითონ ეძებ ხრელი რამოძებნო რა მაგალითად მაინტერესებდა ეხა უგულავა რომელ საკანშია ხო იმიტომ რომ თან ცდილობენ რომ შეხება არ კონდეთ და პრაგულკა რაც არის გასეირნება ისე დროს გაყავდათ როცა მე არ მიწევდა გასვლა რომ ერთმანეთთან შეხება არ კონდ ხო და ასევე ხუმრობით ვეუბნები რა იმას კონტროლერს რომ უგულავა რომელ საკანშია მეთქი რა ჯო ეხა ვიციო რომ ვერ გეტყვიო რა ეხლა მაგას რატომ მეკითხებიო და მე თვითონ მე ვიცი მეთქი რა და მე გეტყვი თუ გინდა რომ მეთქი რა ხო და რომელშიაო და ყოველი გავლა გამოვლაზე ევროპული საქართველოს ორნომრიანი პარკები რო აწყვია პერედაჩის უგულავას გადავიც მოუტანდნენ ამას ყოვლა მიხდეთ მეთქი ეს ევროპული საქართველოს პარკები აი არ ვაზვიებდი და თუ გინდა კითხე რა ხო ორნომრიანი პარკები ეწყო ეხა სხვასვის მოუტანდნენ რა მაგრამ რა არის ისი ქონდა რა რაღაცა ხო მან ხო იკრძალება პატიმრებთან
აი შეხება ურთიერთობა ან თუნდაც აი არა ჩვენ ტერორისტები ვიყავით რა იმდენად იზოლირებულები ხო არ შეიძლება ხო სიტყვაზე რომ აი უგულავოს სადმე გადაეყარო ან რაღაცა ხო არის ხა კინოში სურვილი რომ ქონოდა მაგალითად შეუთვლიდი ადვოკატის მეშვეობით რომ მაგალითად ხო ერთად უნდა მოხვდეთ აბანოში ხო ყველა ვარიანტში რა ის რაღაც დროს მე რაღაც დროს და შეუთვლიდი რომ აბანოში დავტოვებ რაღაცა წერილს ამოდამ ადგილას და ეცოდინებოდა მაგრამ არ ქონდა ამის აუცილებლობაც რა მაგრამ მთელი დილემის წინ და შევიდექი რაზე იცი რომ ამ აბანოში შესვლის დროს პანჯარაზე ეყარა ხოლმე ინგლისური ჟურნალის ეკონომისტის ქსეროქსზე გადაღებული სტატიები რა ეკონომისტის სტატიები ხო და ვფიქრობ ახლა პირველი ამოხსნა იმას რომ ეკონომისტს ვინგი შეიძლება კითხულობდეს ციხეში რა ინგლისური ვინ იცის ჯერ ერთი და მე თუმეტეს ეკონომისტის სტატიებს ნუ ლოგიკურად უგულავას გარდა არავინ არ იყო ისეთი ხო მივხვდი რომ უგულავა კითხულობს ამ სტატიებს ავიღეს რამდენიმე სტატია დავიწყე კითხვა რა იქვე რა სტატიები არის ესე იგი მეტროს ვაგონების დამამზადებელი ლონდონური კომპანიის აქციების კოტირება ლონდონის ბირჟაზე რა და ეს კაცი ხო არ გაგიჟდა ვაფშე რა რომ სიკაში ეხლა ვისა აქ რატო კითხულობ აი ერთ-ერთი სერიოზული კომპანია რომელიც მეტროს ვაგონებს ამზადებს და იმის აქციები მიდის დაბლა მოდის დაბლა მიდის მაღლა მოდის დაბლა რაში უნდა აინტერესებდეს ახლა უგულავას 3 წელი უნდა იძდეს ის და 5 წელი მე დაუშვათ ან მე რატო უნდა ნუ ახლა ლოგიკურად ვიფიქრე რომ მეთქი მე ხო არ მიტოვებს და რამე ის ხო არა აქ რა კრიპტო შიფრი რომ რაღაცა ასოებით მივხვდე რამე წერილი ხო მაგრამ ვიფიქრე ხა წერილი ბექაბასილაიას გამიგზავნე და სიტყვაზე და მეტყოდა რომ რაღაცა მინდა ვერ ამოხსენი ვერაფერი დავიტანჯე რა ეხლა რო გამოვედი ვკითხე რა რომ ის სტატიები რო ეყარა იქ რა ჯანდაბად გინოდა რისთვის კითხულობდი მეთქი და ფაჯერების საწვიდად გამომქონდა რო იოთქლე გეგონა რომ დაშიფრული ფაჯეროს სვედი დაშიფრული ინფორმაცია მოქონდათ უგულავო გიტოვებდა იქ რა უნდა გაქცევის გეგმა საერთოდ ციხეში რა არის ციხე ისეთი რაღაც ცხოვრების სპეციფიური წესია ჯერ მე კურიოზი დამემართა რა ეხა ჩოლობრივი სამყაროდან მოხდი სპეციფიურ სამყაროში ხო ციხე სპეციფიური სამყაროა და რომ გამოვიდი სპეციფიური სამყაროდან მოხდი თავდაყირა დამდგარ სამყაროში ამ კარანტინების და იმების გამო ვერ მივეჩია ამებას და ციხეში სხვანაირად უყურებ ცხოვრებას რა რაღაცებს ხო სხვანაირად აფასებ მაგალითად წუხარ იმაზე რომ რა უაზროდ ფლანგავდი დროს მაგალითად ბავშვებს რატომ მეტი დრო არ დაუთმი ან მეუღლეს ან მშობლებს ან რაღაც ყველას ემოცია იგივეა რა ერთი და იგივე ამ შემთხვევაში მაგრამ ერთი მთავარი დასკვნა გავაკეთე რა მაგარი უმადური ხალხი ვართ ქართველები და ციხეში მივხვდი მაგრამ ივანიშვილთან მიმართებაში ვართ განსაკუთრებით უმადურები რატო ამ კაცს ამოვადინეთ სხვირში რა რომ დაპირებები არ შეასრულე დაპირებები არ შეასრულე უფასო გაზი დაკვირდი არ შეასრულე უფასო დენი დაკვირდი არ შეასრულე და ორი თვის თავზე რაღაც დენის ქვითარი აღარ მომივიდა რაღაც გაზის ქვითარი აღარ მომივიდა ექიმთან გავდიოდი ყოველ დღე ფულს არ ვიხდიდი წამლებში არ შემოწმებაში კოლექლაივს ვიტარებდნენ ისე რომ ტელეფონის ტელეფონში ფულსები არ ვიხდიდი ესე იგი ჩინურის მასწავლებელი მოვითხოვე და ეხლა აპირებდნენ მოყვანას ისიც უფასო მექნებოდა განათლებაც უფასო და ამ კაცმა ყველაფერი შეასრულა უბრალოდ ჩვენ ვერ გავიგეთ რომ ეს ყველაფერი ერთ სპეციფიურ დაწესებულებაშია უფასო და თუ გინდათ ეს ყველაფერი იქ უნდა მოხდეთ რა და არის უფასო და მოხდები და გეკრება უფასო ყველაფერი ერთადერთი ფასიანი ქონდა სიგარეტი 4 თვე წეოდი მე დავანებე და ვიხსენე და უფასო სიგარეტი ის კაცი არ დოპირებია დრო მართალია კი და დატოვე იქ ციხეში რამე ტანსაცმელი და თუ ფლიანად გამოზიდე ვანო ეხა ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართება მე თონე არ ვიცი და ყველაფერი დავტოვე თადარიგი დავიჭირეთ დაჟე ზონრები ნახე ციხეში რო შედიხარ ზონრებს გართმევენ რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა, რომ აი რაღაცა თვითმკვლელობა. იქ რო გამოდიოდი დარჩა და ეხლა იყოს მეთქი მაინც ჯანდაბას რა ეცოდი სოფლში. ესე დადიხარ უშნური, ხო? ბატონო. დადიხარ უსტავში ჩადი ზონრებისთვის. და მაღაზიები კიდე დაკეტილია რომ ვიყიდოთ. ხო არც იყიდება, პრინციპი სად უნდა იყიდო თან. აუ რა მაგარია, ესე იგი, ძალიან ისეთი ფეხსაცმელია, ხედავ? ეს ისეთი აი მომავალში რომ მუზეუმში რომ გამოდევენ ოქრუაშვილის ფეხსაცმელი ციხეში ჯომის ნაჯდომი. ციხე ბარემ ამოუწუროთ. აი მაგალითად შემოდიოდნენ რაღაცა უფლებადამცველები, სანახავად, ან რაღაცა ესეთი მნახველები, აი ხო არიან რომ რაღაცა ირღვევა თქვენი უფლებები და შემოდიან და რაღაცას გესაუბრებიან, ხო არის ახლა მაგალითად სახალხო. საერთოდ ხა ციხეში მოთხოვნილება განსაკუთრებული ადამიანს გაქვს. ხო. ადამიანური ურთიერთობის დეფიციტია, ხო, ბუნებრივია, გინდა ვინმესთან ურთიერთობა და ამის საშუალება არ აქვს, როცა სამარტო საკანში ხარ და ისეთი რაღაც განსაკუთრებული პატიმარი ხარ. თან მით უმეტეს ისეთი კარგი ინტელექტის მქონე ადამიანთან განსაკუთრებული რაღაც მოთხოვნება გაქვს ურთიერთობის და ეგეთი არ არის რა ეგ ხლა. ელენე ხოშტარია შემოვიდა ორჯერ, კაიხანი ვისაუბრეთ რაღაც თითო საათი, დეპუტატია და ეკუთვნის პატრიოტების მონახულების უფლება აქვს. და მე კობახიძემ აუგზალა ჩემთან შემოსვლა, საშუალო აღარ აძლევდა ხოლმე. კი, პარლამენტის თავმჯდომარე.
კობახიძემ კი არა, ბოდიში თალაკვაძე. თალაკვაძე. აღარ აძლევდა. თალაქტიონი. მე ერთხელ იყო მოსული ნინო ლონჯარია და საათზე იყურებოდა ისიც, რა ვიცი, მეთქი წულუკიანის ის ხო რა აქ რაღაც. ო, ჯინსებზე ძალიან გაუხურე მაშინ. ჯინსებით ხარ იყვნენ შემოსული. არა. ხო და მალევე წავიდა, რაღაც 15 წუთი ქონდა ურთიერთობა და დავრჩი ახლა ესე მარტო რა და მან დროს ცდილობ მოიგონო რა მიზეზით შეიძლება ვინმე რაღაც იქნება შემოვიდეს დაელაპარაკო, დაბლაპარაკო. სოფოკლიაძე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში. მაგას გაუგზავნე წერილი, რომ ჩემ საქმეში ისეთი დარღვევებია, რომელიც კანონმდებლობის ხარვეზებით არის გამოწვეული მეთქი და თუ გაქვს სურვილი მოვდანდით და მე თვითონ აგეხსნით მეთქი რა. და ამა ეხლა ჩემს გამო რო კანონებს არ გამოუასწორებდნენ ესენი, მაგას მე თვითონ ხვდებოდი, რომ დალაპარაკების და კომუნიკაციის რო გაქვს რა მოთხოვნილება და სურვილი ადამიანს რა, რომ თან IQ როგორი აქვს, ინტერესი გაქვს ხალხური ოცნებისთან არის მას რა კეთებში ამოწმო. ტელევიზორში ჩართული კომენტარს აკეთებს რაღაც ოპოზიციასთან მიმართებაში რა. ეხლა დამოკიდებულება იმისი რომ ჩემთან მიგასაგებია, ეს არის ცნობილია, გასაგებია ჩემთვის და არა მაქვს რაღაც განსაკუთრებული ის. კომენტარს აკეთებს ესეც რომ ოპოზიციაზე რომ აი მათ რო უყურებ მე მომახსენდება ლუდოვიკო მე-16-ო, რომელმაც თქვა რაღაცო რა. ის მე ლუდოვიკო საერთოდ არ ვთქვი ეგეთი რამე, მაგრამ ლუდოვიკო მახსენდებაო, მაგრამ თქვა ის კი არაო. ანუ ლუდოვიკო რომელიც მეგობარი იყო ჩემი გვერდზე ცხოვრობდა რა. ეგ წერილი გაუგზავნე, დიდი მადლობა, აღარ მინდა აღარ მოგზავნე. მე რა ვიფიქრე რომ ვინ შეიძლება კიდე რა ამ უფლებადობის რაღაც კუთხით და. ხო. პრობლემა ქონდა ეგეთი რომ მაგციხეს როცა არ ემოტებდნენ 2012-ში. მაშინაც მომიწიაურეთ ეყოფნა რა. და იატაკებს აგებდნენ პირდაპირ ხედავდი აზბესტის. აზბესტის ცხოვრება ძალიან ისეთია რა, ორგანიზმი ხო, რაღაცა აუტოიმუნიზმებს და რაღაცებს იწვევს. იმად და რაში გამოვიყენო მეთქი ეს, რაში გამოვიყენო და ნინო წილოსანი, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. გარემოს დაცვის თემა აზბესტი რა. მივწერე მეთქი და იქნება დაინტერესდეს. წერილი დავწერე 5 გვერდიანი. 5 გვერდიანი. ერთი წინააღმდეგობა მქონდა, თქოთ მოვრძანდეთ და აგიხსნა და 5 გვერდ რაღაცა 5 მთელი რაღაცა, არა უბრალოდ 4 მთელი რაღაცა 90 მქონდა ახსნა, რა არის ასბესტი. დავანებით გადახიე. რა არის ასბესტი? გარემოს დაცვის კომიტეტი. ვიყავი ესე რა, რა ვიდაღარ მოდიო. კომიტეტის თავმჯდომარეს უგზავნი და უხსნი რა არის ასბესტი. გარემოს დაცვის ძალიან მაგარია და მივხვდი რომ აზრი ხო აი ასბესტის ახსნას სასწაულია. ესე იგი რის გამოძი ხარ? ესე იგი ერთი სიტყვის გამო ხარ? არა, ორი სიტყვის გამო. წავიდა სკვიროდი და მაგის გამო რამდენი წელი ანუ რამდენი მოგისაჯეს ისე? არა, პატივი მცეს 9 წლიანი მეკუთვნა და 5-იანი მომცეს, მაგრამ პროკურატურამ გაასაჩივრა. 5 ცოტა იყო 9 უნდა მიგეცათო. ეხლა იმაში აპელაციაში გაგრძელდება გახილვა. გაგრძელება ახლა განხილვა? მიუხედავად იმისა, რომ შემიწყალეს, აპელაციაში განხილვა გაგრძელდება, შეიძლება 9 მომისაჯონ. სალომის რა ის 9 იურისტები მიხდებიან. სალომის გადაწყვეტილების გამო ამ სასჯელზე ვეღარ დაბრუნდებით ციხეში, მაგრამ 9 შეიძლება მომისაჯონ მაინც. ანუ ციხეში აღარ დაბრუნდები, მაგრამ შეიძლება 9 წელი. ამათ ხელში ვანო კაცმა არის ის. კობახიძე ხო გამოვიდა გოიმები არიანო, მე გოიმი არა ვარ. მე მაგარი არიფი ვარ. შეხარ არიფი. იმ ხელისუფლებამაც მე დამიჭირა, ამათაც მე დამიჭირა, აწირო მოვლენ როგორ ისიც მე დამიჭირა. არიფი ხარ, მაგრამ ისე რამდენი სროკი გაქვს მოხდილი? გაფიცე. ესე იგი, 3 ეტაპიან ბრალში 5 სროკი მოვიარე რა. 5 სროკი გაქვს მოვლილი. ახალუკაში გავიზარდე. ხო. ქურდების სამჭედლო სკოლა დავამთავრე, მეათე სკოლა. მაგდენი ქურდი არც ერთ სკოლას თბილისში არ გამოუშვია და არც ქუთაისში. ხო. ჩვენი სკოლა იყო განსაკუთრებული რა და თითის საჩვენებელი მოსწავლე ვიყავი. თითის საჩვენებელი მოსწავლე ვიყავი. ქცევითაც, სწავლითაც აი ჩემი მასწავლებლები თუ ვინმე მიყურებენ და დამიმოწებიან რა იმათ რა ქვია. იყვნენ კლასში რამდენიმე ბიჭი და ახლობით 1-3-4 რომლებიც პირიქით ჩალიჩობდნენ რა ამ ქურდობას და ერთი სროკი არ აქვს მოვლილი და მე საერთოდ რო არ მინდო დავკავსი არაფერი. 5-იანი ყიყავი და კი გამოგივიდა ერთი. ოღონდ ამის მერე პოლიტიკურზე აღარ ვაპირებს. არა ხო? არა, ქურდობას უნდა მივაწევ, ვარსკვლავი უნდა დავიხატო ეგრევე. აქ ხრებზე. ერთი ხელი შემშლელი მაქვს პატარა ოღონდ რა. შინაგანსაკუთრებათა მინისტრი ვიყავ. აბა ფორმა გაქნაცვამი კი ბატონო. ხო, აი წავიდა. ეგ იყო მთავარი, ეხლა სასამართლოზე არ დადიოდი, არც. ეხლა 20 წლის აქცია იქნება, 1 წლის თავი ოპოზიციამ ხომ და შევიკრიბოთ აღნიშნოთ და თუმეტეს იმ ახალგაზრდებმა, ვინც
იყვნენ მაშინ ყველაფრის ინიციატორები და საერთოდ არ ვაპირებ მართ მიკროფონთან მისვლას და არც სიტყვით გამოსვლას, იმიტომ რომ ორი სიტყვა თქვი 5 წელი მომისაჯეს და კიდე რომ დავამატო მაგას. წავიდა. ისე წავიდა, სხვა სიტყვა მაინც გეთქვა რაღაცა, ავიდა, ჩავიდა. შევედით. კი ბატონო. ჭალონა თელაშვილთან შეხვედრაც მაინტერესებს ეს ხელების აწევები. ხელების აწევა იყო ძალიან მაგარი რა. არა, შალვა კაცია, აღიარებ. საერთოდ პატიმართან მოკითხვა, ხორცელი მოწყალების ერთ-ერთი მე რაღაცა ისეთი განსაკუთრებული საქმეა და შალვა რომ მოვიდა იქ და ჩემ და მის სოლიდარობის ნიშნად დიდი ის მიტინგი რომ მოაწყო. ეს ყველაფერი გავიგე მე დაახლოებით 1 თვენახევრის მერე. ხო. თან სასეირნოდ ვიყავი გასული და ერთმა პატიმარმა აზახა გუშაკს, რომ გარე თუ რა ხდება რაღაც ჟურნალისტების შეკრებაო და ვინმე ხო არ გადისო. და შაბათი დღე იყო და შაბათს არავის არ უშვებენ, ხო? ეხლა მიფიქრე არა ვინმე იყვნენ ჟურნალისტები რატო და თურმე შალვა ყოფილა და ეს ყველაფერი ძალიან გვიან გავიგე მე რა იმათ. აჰა. ხო, ნუ ეს არის რა, შენ თვითონ რამდენად მან ყველაფერი ნათქვამთ ყველა გიჭირავს. შენ თვითონ რამდენად ელოდებოდი ასეთ გამოხმაურებას დასავლეთისგან? ანუ შენ თავზე რომ აი ამერიკელი კონგრესმენები, სენატორები, დასავლეთი, აი ყველა რომ აი შენზე ლაპარაკობს რა, აი ეხლა მართლა მაინტერესებს როგორი შეგიძლია. ყოველგვარი რაღაც qalbit ამდავლობის გარეშე გეტყვი რა, მაგრად ვსვენოდა და უგულოვას ლამის შეუთვალე რომ დავწეროთ რამე ერთობლივი წერილი და შეუთვალოთ რომ არა არ ჩაუთვალოთ ამათ შეთანხმების დარღვევა და ვიждეთ кай ხანი დავანებონ თავი. სულიტო ქვეყანა იღუპებთ ფაქტიურად. მართლა უხერხლად ვიყავი. მაგრამ რურუა შემთხვევაში აპირებთ რამეს. ანუ ეხა რურუა არ გამოვუშვა? ხო. სულთ აი ადამიანურად, კაცურად ხო. ისეთი რაღაცა გაგებით, ასეთი გაგებით, მე დაუგულავ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ რა. ეხლა აქედან იმასთან მივიდივარ, უნდა მოველაპარაკო, რომ პრინციპში ახალი საკითხები არაფერი არ გვინდა, ძველი საქმეები საკმარისზე მეტი აქვს ჩვენზე და იქნება უკან დაბრუნდეთ სოლიდარობის ნიშნად რა. ოღონდ სერიოზულად ვამბობ. რომ შეიძლება მოითხოვოთ უკან შეგო. ეხლა თუ რუა დატოვეს და ეს ყველაფერი ჩაიშალა და ისევ რაღაცა ესკალაციისკენ მიდის, მაშინ ჩვენ რა გამოდით, რაღაცა პრიკუბში ყავდით იმას რა ქვია. კი ბატონო, არა მართალი ხარ, ხო, ეგეც ესეთი ამბავია, სოლიდარობა ეგეთი უნდა რა, ანუ ითხოვთ რომ უკან შეტრიალდეთ, მაგრამ ნუ ეხლა შეგიძლია ბიზნეს თხოვო, პრობლემა არ არის. შეტრიალებასთან დაკავშირებით. ეგეთი რაღაცა მიუყვარს მაგას. თან გამოცილია. მოდი დავიწყოთ ერთ რაღაცას ერთი ადამიანი მინდა შემოვიყვანო გადაცემაში ეს გახლავთ პროკურორი. პროკურორებთან გაქონია ურთიერთობა, ყოფილხარ პროკურორიც ყოფილხარ. ხო? პროკურორიც ყოფილხარ, თავდაცვის მინისტრის ყოფილხარ და ეს ადამიანი წარმოგიდგენს კიდე რამდენიმე, ანუ შენ ხო 8 წელი მოაგროვე და ეხა ამას აქვს კიდე ერთი რამდენიმე ათეული წელია კიდე მოგროვებული და რომ დაველაპარაკოთ ხო შეიძლება. მობრძანდით ბატონო ვასო. გამარჯობა. ამას აკდავდეთ ბატონო ვასო. დადეთ, გისმენთ. აი ახლა მოვხვედით. მოგესალმებით, სამართლის მამა, ვასილ იგივე თემი და ფხაკაძე. მაგრამ მე მგონი თქვენ ადრე მოწმე იყავით ხოლმე. არა, მოწმე ვიყავი, მართალი ხარ ბატონო, მაგრამ ორი გადაცემის უკან ხო მოწმე? კი, ორი გადაცემის უკან მოწმე ვიყავი, მაგრამ ისეთი კარგი მოწმე ვიყავი ჩემო ძმაო, რომ დამაწინაურეს და გავხდი სენატორი. სენატორი თუ პროკურორი? ეგ. ეგ. გავაგზავნოთ. ადგილზე გითხოვ. ძანდებოდეთ. ხო, როგორ დაგნიშნეს პროკურორად შესაბამისი განათლება თუ გაქვს? არა, ახლა აგიხსნით ბატონოვანო, ესე იგი რა არის, პროკურორი ხო ვარ? ხო. პროკურორი ვარ, მაგრამ პარალელურად ვსწავლობ მე-10 კლასში. მე-10 კლასში. ან რა არის, ბოლოს არის ვიწევს. ხო და მინდა რომ შენ მოგვამზადო რა. ბავშვები. ხო, ბავშვები რომ მოგვამზადო. მაგარი მოღადავე კლასი მყავს. როგეულები შენ არა, მენა, ეგრევე ვითხოვე ხოლმე. ხო და ეხა რო იცოდი პრაგულკაზე ხარ. მე როცა მომიდება იმ დროსვე შეგაბრუნებ. შენ როცა რუსთავში მომიწევს. სანამ ზაფხულიან ამეტანი ცხელა რა და იქნება შემოდგომაზე. პრობლემა არ არის, არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ კონდიციონირებას იქ ვაკეთებთ, არანაირი პრობლემა არ არის. აგერ ბატონო, საქმეები თქვენზე, ბატონო, ბრალდება ერთი. ბატონო, აჯანყების მოწყობა. ერთ-ერთი ბრალდება. მთავრობის ლანძღვა, ჩემო ბატონო. გადატრიალების მოწყობა, ბატონო. ბოლო ორ ბრალდება შეგნებულად არ შეიძლება რომ ეს დააფიქსიროს კამერები. სხვათა შორის ბატონოვანო ასევე მინდა აღვნიშნო რომ როცა ეს აქცია იყო და რაღაცა სპეცრასთან მივიდა ბიჭები იდგენ იქ შუშის ფარები ეჭირათ და მივიდა და დაუორთქლა ესე ფარებზე და იქ რაღაცები დაუხატა.
და რო უთხარი ეს რას აკეთებთ ხო? მე უცებ მზედ გადააკეთე. ხო. აი ეს რაღაცებს აკეთებთ. ამიტომ ჩვენ პროკურატურა თვალებს ვერ დავხუჭავთ. არა. კი ბატონო. ო, აპირებდა რომ საერთოდ მძიმე ტექნიკა შემოეყვანა და ეს პარლამენტი საერთოდ მიწასთან მოესწორებია საერთოდ. დაიწყე ეგ საიდან მოიტანე გასულ რა პარლამენტი უნდა მოესწორებია. თვალები, ვანო. თვალები არ ტყუიან, ვანო. თვალები ის რისო საშრამამ ტონი მონტანა ხო აქ ნახე. იქ რონება ჩიჩო, თვალები არასოდეს ტყუიან. აი, მაგრამ ევასება ტონი მონტანა როიცოდი ის. მაგრამ ევასება, მაგარი ტიპი იყო. კიდე ბატონო, აგერ ბატონო, ამას აჰა რო დაიწყო ხოლე წავიდა ეს ყველამ ვიცით ხო? წავიდა, მაგრამ თქვენ რაღაცები კიდე არ ვიცით. დაიწყო თავიდან წავიდათი. მე ავიდა პარლამენტის თავზე, ჩავიდა დაიწყო. მე გუშინ წინ ჩემი корпуსი წინ გაიარა და მალინა უვიდა. ამას გენაცვალე ჩვენ ესე კი არ დავტოვეთ. ეგრე ადვილი არ არის. კი ბატონო. მალინა და საიდან მოგაქვთ ეს ბრალდებები კაცო? ანუ შენ თვითონ თუ გჯერა თუ იგონებ შენ? არა ბატონო, ანუ რას ვიგონებ კაცო? ჩვენ 11 კაციანი სცენარისტების გუნდი გვყავს. თავის რეჟისორები, თავის ოპერატორები, დეკორაციით და ეხლა ამასწინათ ისეთი მაგარი საქმე შევთითხრეთ, რომ ჰოლივუდი იღებს. შევკერეთ. აბარა შევკერეთ, შევთითხრეთ, როგორ დი სულ ერთია. ხან თითხრით, ხან კერავთ. რავი, ჩვენება არ არის. ეგ რაღაცა გამოვიდა, კაცო. მე არ ვიცი თქვენ ეხლა რას იზავთ და როგორ იზავთ და მაყურებელი მიყურებს და მე ჩემი საქმე უნდა გავაკეთო და ბატონო, ცოტა რო იქით. თუ შეიძლება. რაც გამოვედი. იახის წყავი ჩავიცვი, ცოტა კი მაწუხებს რაღაცა ვარა. მისტრეს თავაშობდა. დამეტანი ტერორისტებით რო გამომიყარა. ქვენზეა დამოკიდებული ბატონო, რა იზავთ. მობიერად მოიქცევით? მოგეიქცევით მობიერად. წინ დახედულობა. არ მოიქცევით წინ დახედულობა. ჩვენც ემოდა. წინ დახედულობა არ პირველი. მაგადგილას თავის დროზე მე ვიჯექი და მე აღმოჩნდი აქ და კი ბატონო, მომეცი ხელი აქეთ მომეცი. შენც მომეცი აქეთ ერთი ხელი. აჰა. ო, თქვენი დრო ვიზია დამთავრდა. გაუშვი. ორივე იყავი შუი. კარგად იყავი. ბიჭოს არ შემჭამეს ამათმა. ირაკლი, ესე იგი. კარგად გავერთეთ. არის ახლა ესეთი პროკურორები ხანდახან გამოერევა. არა, პროკურორები ახლა რო არის. საერთოდ რა არის? ძალიან ბევრი ადამიანთან მომიწია ცხოვრების განმავლობაში შეხება პროფესიულად რა. ხო. პროკურატურაში იყო ძალიან მაღალი სტანდარტი, განათლების ერუდიციის რაღაც იმის თან მეთომეტეს ის ძველი შეურნაძროინდელი პროკურორები ის იურიდიული სკოლები რაც ქონდათ გამოყენებული, კარგად აკმაყოფილებდნენ მაღალ სტანდარტი ეჭირეთ. პოლიციაში იყო ესეთი სტანდარტი, რომ აი ცოტა გახეხილი რო უნდა იყოს ადამიანი რა, იმიტომ რომ მოთხოვნილებაა ეგეთი რა. ხო, რა თქმა უნდა. ჯარში ცოტა ისეთია რა, გულუბრყვილობა უფრო მეტად ჭარბობს. ეხლა პოლიციასთან და იმასთან ქონდა გამოძილებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძილებთან და პროკურორთან შეხება. რას მიხდი? 60-ნების დიდი სკოლა რა. მართლა? არც ტყუილა კი არ გითხრა იმან 10-კლასიანი განათლება. ხო, იმიტომ რომ ხო, რა ვიცი, ირაკლი მე რა შევბიანეთ, პირდაპირ ხა ვიყურებ ჩემს საქმეში მაგალითად რა. 5 მოწმე დავუშვათ, რომელიც თავარი მოწმეა ბრალდების რა. ესე copy-paste-ით მოჭრილი იყო ჩვენები და ყველასი გადატანილი იყო ერთდაგიო ტექსტები იყო რა. და შეცდომები რაც ქონდა, შეცდომებით მეურდებოდა. მართლა ესე გადმოტანილი არც შეცვლილი არაფერია. თან გამოძიებელს რო გადაძახებს რა, რომ ეცი ჩამიგდე რა, შენი ჩვენების ტექსტი გამოვიყენებ. აი ეგეთებიც იყო ძალიან ბევრი. მელიას საქმის ტექსტები, ჩემს საქმეში ტექსტებად გამოყენებული ერთდაგიო, აი სხვაობა რო არ არის არაფერი. ანუ ეზარებათ მაგის ეზარებათ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იციან რომ იქ მოსამართლე მაინც დაარტყავს იმას ჩაკვც და რაზე უნდა იწვალო. სასწაული ხდება მოკლედ რა. მინდა მადლობა გადაგიხადო მე თან მოიცოდა ერთი ის გამახსენდა კურიოზი რა. მე თუ მინდა სტენოგრამას სამოგიღებ იმის გადაღებულია რა ვიდეო ჩანაწერს. ერთ-ერთი პოლიციელი შეჩვენებას იძლევა ჩემ წინააღმდეგ რა და რა საპროტესტებდნენო დაკითხვაშიც აქ ჩვენება მიცემული გამოძიების დროს და სასამართლოშიც იგივეს იმეროს რა საპროტესტებდნენო ეს ადამიანები შეკრებილები რო იყვნენ ოიქო და გავრილოვის გამოსვლასო და გამოსვლას ავტომატურად გიჩნდება კითხვა რომ სად გამოსვლას რა და ალბათ გულისხმობთ თქვენო მოსამართლემაც კითხა და ადვოკატმაც რომ ტრიბუნალზე გამოსვლასო ალბათ გავრილოვისო არა ამას გულისხმობთ და არაო პარლამენტიდან გამოსვლასო არაო თქვენო გეშლებათ მოსამართლე მიეხმარა რომ პარლამენტიდან გამოსვლა კი ალბათ პარლამენტში შესვლას და მე რეგ ტრიბუნალზე გამოსვლასო არაო პარლამენტიდან გამოსვლასო და ზარ მაგარია ის თუ ჩვენ გააგებინეს ხო ჩვენ თუ გამოსვლი ვერ გავოგ და ისე წავიდა მაინც თავის აზრზე იყო შეიძლება ნაწყენიც კი წავიდა
ირაკლი, მე იმედი მაქვს, რომ ეხლა რო გავალ, მარჯვენა მარცხნივ გავიხედები, მე მარჯვენა ხო არ ველოდებიან. რაღაცა როგორ არის იცი ირაკლი, მე მაქვს გამზადებული 5 მანქანა არის დაყენებული. ისე უნდა ჩაჯდე ერთ-ერთში რომ ვერ გაიგო რომელ მხარეს წახვალ. კარგი, მოკლედ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო, მშვიდობა მინდა გისურვო და ჯანმრთელობა, რაც ყველაზე მთავარია. ხო, კარგი სიტყვები გითხარი. მშვიდობა ყველას გვინდა, მთელ ქვეყანას. საუკეთესო სიტყვები. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი ოქროაშვილი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. მადლობა.